ანაკლიის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა. სკოლის პედაგოგის ლელა სულეიმანიშვილის ორგანიზებით დღეს ანაკლიის სკოლამ მოხალისე ამერიკელი პედაგოგი დანიელ ბაუერი გააცილა და სპეციალურად მისთვის საზოგადოება ერთ დარბაზში შეკრიბა. ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე რამდენიმე მუსიკალურ ქორეოგრაფიული ნომრი წარსდნენ და საკუთარი შესაძლებლობები პუბლიკას საკმაოდ თამამად გააცნეს. პუბლიკის გაოცება თავად ამერიკელმა პედაგოგმა დანიელმა შეძლო. უცხოელმა სტუმარმა ქართული ჩოხაც მოირგო და თამამი მოძრაობით დაისი შეასრულა. გარდა ამისა, ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ზაფხულ სამყაროშიც იმოგზაურეს და ცნობილი ზღაპრის გმირები მაყურებლის წინაშე გააცოცხლეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ესე კარგად ჩაიარა, რაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მასწავლებელს ლელა სულეიმანიშვილს და ამავდროულად ძალიან გული გწყდება, იმიტომ რომ ერთი წელია ჩვენ სკოლაში იმყოფება დანიელი და ახლა არის დრო, როდესაც ის უნდა წავიდეს. მოგვიანებით სცენაზე მოსწავლეების სკოლის პედაგოგებმა ჩაანაცვლეს და მაყურებელს მათ მიერ შესრულებული საცეკვაო ნომრით თავი საკმაოდ საინტერესო დაამახსოვრეს. ღონისძიება ეძღვნებოდა ამერიკელი მოხალისე მასწავლებლის დანიელ ბაუერის გამგზავრებას, რომელიც წელზე მეტია ჩვენთან მუშაობს. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის თითოეული აღსაზრდელი და ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა. ღონისძიებით კმაყოფილი დარჩა ღონისძიების მთავარი გმირი დანიელიც, რომელსაც საქართველო არასდროს დაავიწყდება. მიხარია საქართველოში ყოფნა, ძალიან შემიყვარდა ქართველი ხალხი, აქაურობა ძალიან მომენატრება. მადლობა ყველა სიტყვა და სიყვარულისთვის. ღონისძიება, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა, სრული ანშლაგით დასრულდა.